მადლობა ჩართვისთვის. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ მართლა ნომოდოთ ბრძოლა კორუფციისთვის. ინსტიტუციური მექანიზმები ქვეყნის კანონმდებლობაში არსებობს იმისთვის, რომ უსაფრთხოების სექტორში არსებული ბიუჯეტი არ გაფრანგულიყო, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით სავარაუდო კორუფციაზეა საუბარი და ამ მტკიცება არ მომხდარა, რასაც უნდა იმას დააფიქსებს ივანიშვილი მორუსიძის სამართლოთი, მაგრამ მაინც რომ დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმპცია გეტყვით შემდეგს. თქვენ თუ გახსოვთ ევროკავშირის 9 რეკომენდაცია და მეხუთე რეკომენდაცია იყო უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება. და ეს არ იყო იმიტომ, რომ საშინაო საქმეებში ჩარეულიყვნენ ევროპელები, როგორც ამას შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს. ეს იყო იმიტომ, რომ საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებით კორუფციის რისკები მათ შორის იქნებოდა შემცირებული. მაგრამ ამაზე თავად პაპუაშვილმა თქვა შალვამ უარი და არა მხოლოდ ასე რომ ვთქვათ ჟუანშერ კულტუაძემ, რომელსაც ედავებიან ახლა გაფრანგვას სახელმწიფო ბიუჯეტით და აგიხსნით რატომ. ის რომ ინსტიტუციურად საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი გაწერილია კანონში, ეს არის ერთის მხრივ თავდაცვის უშუალობის კომიტეტის მეშვეობით, რომელიც თავმჯდომარე ირაკლი ბერაია იყო წინამოწვევის პარლამენტში და ის ახლა არის ანჯო ხანაშვილის მოადგილეში და არის ასევე დობის ჯგუფი, სადაც საიდუმლო შესყიდვებზე, მათ შორის სრულად საიდუმლო ინფორმაცია და დაშვების მეშვეობით დობის ჯგუფის წევრები განიხილავენ მათ შორის ამ შესყიდვებს და შემდგომ ეს მექანიზმი გამოიყენება იმისთვის, რომ დედამხედველობა მოხდეს მათ შორის საიდუმლო იმ შესყიდვებზე, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს. და არსებობს ასევე რაჟდან კუპრაშვილის კანტორა, ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც 2022-ში შეიქმნა, რომელიც ასევე პარლამენტის მიმართ არის ანგარიშვალდებული იმისთვის, რომ კორუფციასთან ბრძოლა მოხდეს. ანუ სამი ინსტიტუციიდან ერთის რომ თავდაცვის უშუალობის კომიტეტი, დობის ჯგუფი და რაჟდან კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიურო არც არაფერი არ იღონა იმისთვის, რომ საპარლამენტო კონტროლი მომხდარიყო თუნდაც თავდაცვის სამინისტროზე უსაფრთხოების სექტორში ერთ-ერთ მნიშვნელოვან უწყებაზე იმისთვის, რომ არ მომხდარიყო ამგვარი ფაქტები. და ესე არ მოხდა. მე მაგალითად კონკრეტულად ჩემ მაგალითს მოგიყვებით, მე ვიყავი თავდაცვის უშუალობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ერთადერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, რომელიც ცდილობდა ერთის მხრივ საპარლამენტო კონტროლის ზედამხედველობის მექანიზმის გამოყენებას კონსტიტუციის და ამაში დიდი წინააღმდეგობა მათ შორის ირაკლი ბერაიას გამხდებოდა, როდესაც საზედაფოდელო ვიზიტებშიც ის ოპოზიციას აღართავდა და მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები დადიოდა და მეორე დობის ჯგუფი. როდესაც მეხუთე რეკომენდაცია 9 რეკომენდაციიდან იყო რომ დობის ჯგუფი უნდა დაკომპლექტებულიყო და მაშინ უკვე მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტიდან იყვნენ გაზევებულები, უშუალოდ ბადრი ჯაფარიძე გააძევეს და მათ ჰქონდა შეტანილი დობის ჯგუფში წევრობაზე განაცხადი. შემდგომ მე კიდევ ერთხელ გავაკეთე განაცხადი, რომ მზად ვიყავი ჩემი კოლეგების ხარდაჭერით დობის ჯგუფში ყოფილიყავი წევრი, წარდგენილი და იმისთვის, რომ ევროკავშირის მეხუთე რეკომენდაცია შესრულებულიყო და მაშინ როდესაც მე როგორც თავდაცვის უშუალობის კომიტეტის მოადგილეს ჰქონდა დაშვება საიდუმლოებაზე, 6 თვე გააჯანჯლა სუსმა იმისთვის, რომ სრული საიდუმლო დაშვება მქონოდა, თუმცა ეს დაშვება მომეცა, მაგრამ შალვა პაპუაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დადგენილება არ მიიღო დროულად, იმისთვის, რომ დობის ჯგუფი დაკომპლექტებულიყო და თუნდაც თვალის ახალვის მიზნით ევროკავშირის მეხუთე რეკომენდაცია შესრულებულიყო. ანუ ამით რის თქმამდე მათ არ უნდათ რეალურად ძლიერი საპარლამენტო კონტროლი და ეს ევროკავშირის რეკომენდაციაც, რომელიც 9 რეკომენდაციის ნაწილი იყო გაგრძელება ნატოს გენერალურ მდივნის მოწოდების, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერების ის რომ მომხდარიყო საპარლამენტო კონტროლი უსაფრთხოების სექტორში. თეონა, ახლა რა არის მიზანი? ეს ბრძოლის იმიტაცია თითქოს კორუფციასთან არის იმიტაცია, იმიტომ რომ მთელი კორუფციული სისტემა, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყანაში ამის მანძილზე შექმნა, არის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის და თავისი გუნდის კეთილდღეობის და მონური მორჩილობის მიზნით. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ერთხელ უკვე ჩვენ ფაქტური ოცნების მმართველობის პირობებში გვახსოვს ამ ტიპის საქმე, ასე ვთქვათ, თავდაცვის მინისტროს წინააღმდეგ, როდესაც ირაკლი ალასიანი იყო თავდაცვის მინისტრი, კაბელების საქმეს გულისხმობ, მაშინაც ირაკლი თრიციაშვილი თავდაცვის უშუალობის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელსაც ასევე დობის ჯგუფში ვალდებულება ჰქონდა, რომ ეს ყველაფერი ყოფილიყო კონტროლ ქვეშ, ამტკიცებდა,
რომ შემთხვევაში ეს იყო კორუფცია და გახმოვანვა, თუმცა ყაბლების საქმეში გამართნენ ის დაკავებული პირები, რომლებიც აბსოლუტურად პოლიტიკური მოტივით იყვნენ დაკავებულები. მე შორს ვარ იმ ადრესთან, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე ან ეს დაკავებული პირები არ იყვნენ კორუფციაში გარეგულები, იმიტომ რომ მათ შორის მე თავად ვსაუბრობდი ჯუანშერ ბურჭულაძეზე და მის სავარაუდო კორუფციულ საქმეებზე პარლამენტის ტრიბუნიდან, მაგრამ გაღიზიანების გარდა ქართული ესენსიდან არაფერი მოყოლია ამას. მათ შორის ჯუანშერ ბურჭულაძე იყო ის თავდაცვის მინისტრი, რომელსაც ლევან იზორიას მიერ დაწყებული ტრადიცია თავისი მოადგილებისთვის გენერალობების დარიგების სპეცოდების წარმატებით განახორციელა და ყველა მისი მოადგილე გარდა ერთისა გრიგოლ გიორგელისა გენერლის სტატუსით წოდებით სარგებლობდა. შეშმომისად ეს იყო მთლიანად სისტემური დამოკიდებულება და ეს არის კიდე სისტემური დამოკიდებულება და როდესაც პოლიტიკურად მათ ჭირდებათ პლანური დაპირისპირებისთვის ზორისთვის ამის გამოყენება მხოლოდ ამ შემთხვევაში იყენებენ. შეშმომისად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე თავად უსაფრთხოების სფეროში საყოველთაო კონტროლზე არაერთი პუბლიკაცია და კვლევა გამოქვეყნებული და კიდევ ერთხელ ვამბობ იმას, რომ ეს არ არის ევროკავშირის ვალდებულება, რომელსაც თავს გვაყონა, არამედ საჭიროა იმისთვის, რომ არ დაიხარჯოს ფული ისეთ უსაფრთხოების სექტორში და მეთერ მნიშვნელოვან ინსტიტუციებში უიზნოდ, როგორც არის თავდაცვის უწყება ან სოციალურა, მაგრამ პოლიტიკური ნების დაშე ეს ყველაფერი არ მოხდება და პოლიტიკური ნება, რა თქმა უნდა, არ არსებობს ქართულ ოცნებაში და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ანდრიუ ხანაშვილი, ირაკლი ბერაია და შალვა ყოყუაშვილი თანაბრად არიან პასუხისმგებლები იმ კორუფციული სისტემის შექმნასა თუ შენარჩუნებაში, რომელიც ქართული ოცნების პირობებში არსებობს და ის საპარლამენტო კონტროლი არ მომხსარა და ის მეხუთე რეკომენდაცია ევროკავშირის არ განხორციელებულა, განსაკუთრებული როლი ამაში შალვა ყოყუაშვილს მიუძღვის. დიდი მადლობა თეონა, მადლობა თეონა აქუბარდია, პარტია გახარია საქართველოსთვის წევრი, გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.